გამარჯობათ. მივესალმებით ჩემ გამომწერებს და ერთი საკითხი მინდა ეხლა დავაყენო ყველას. სალაპარაკოთ და ყველას გასაზიარებოთ. კარგახანია თბილისის მერიამ შემოიტანა მოზარდებისთვის პირველ რიგში ჰავერბორდები, ეგრეთ წოდებული სამაგატკები, რუსულად სამაგატკები ერქვა. ეს ჰავერბორდები არის მერიის სამსახურისთვის ფულის კეთების შესანიშნავი საშუალება, ფულის კეთების. მაგრამ მშობლებისთვის არის თავის ტკივილი. აბერტი მოიკითხეთ, რამდენი მოზარდია დამტვრეული და დასახიჩრებული ამ ჰავერბორდების სიარულის დროს. უფროსებიც არიან, მე ვიცი ეგეთი კატეგორია ხალხის. არც ერთი ეს ოპოზიციური პარტიები არ აყენებს საკითხს, როგორ შეიძლება შემცირდეს ბავშვთა საგზაო სატრანსპორტო ტრავმატიზმი. ეხლა მე ვკარნახობ, თუ გნებავთ მართველ პარტიას კალაძის მომხრეებს და თუ გნებავთ ოპოზიციურ პარტიებს. თქვენი მოქმედების ერთ-ერთი ქვაკუთხედი საპროგრამო დოკუმენტი უნდა იყოს ბავშვთა და ზოგადად საგზაო სატრანსპორტო ტრავმატიზმის თავიდან აცილების და მისი პრევენციის ღონისძიებები. არავინ ამაზე არ ლაპარაკობს. იქნებ გაგეთვალისწინებინათ, რომ დადგა დრო, რომ სანამ სულ არ დამტვრეულა ეს ჩვენი ახალგაზრდა თაობა, ღმერთმა დაიფაროს. ეს ჰავერბორდები ესე უპრაკონოთ არ უნდა იყოს, ვინც ფულს ჩააგდებს, ყველა დაждდება წავა და ზოგი არის ასაკიანი, ზოგი არ არის ასაკიანი, არა და კანონით იმ ჰავერბორდს, ანუ აი ამ ორ ბორბლიან სახიფათო ტრანსპორტს ბავშვებისთვის აქვს თავისი დაწესებული ასაკი 14 წელი. მისი გამოყენება შეიძლება 14 წლიდან. იქნებ ღირდეს, რომ მშობლების ერთი ნაწილი, ვისაც უკვე ბავშვები მოუყვა ამისთანა ავტოსაგზაო შემთხვევაში, გამოგვეხმაურონ და დაგვიჭირონ მხარი, რომ არ უნდა იყოს ისე უპატრონოდ მიგდებული, სადაც გინდა მიხვალ, ჩააგდე ფულს, დაждები წახვალ და არ შეიძლება ესე. აბა ღმერთმა მშვიდობით გამგზავროთ. კარგად იყავით.